ყოველთვის როდესაც გონია რომ შენს მაქსიმუმს აკეთებ, შენს მაქსიმუმის ნახევარსაც არ აკეთებ იმ მომენტში. ერთხელ ერთ-ერთმა მენტორმა რაღაც ისეთი შენიშვნა მომცა რა, რასაც მე თვითონ არ ვაკეთებდი. ყველაზე ცუდად შეიძლება გააკეთო არის რომ შეარჩიო კარგი თანამშრომელი და უთხრა ყველაფერი შენ. და შენ რეალობას ხო იგივე, შენც ხო არც ისე ბევრს მისცემდი კი, მე არც რეკომენდაციას, ისე. იმიტომ რომ პასუხისმგებლობას იღებ. კი, მე მახსენდება ეხა ერთი კლასიკური მაგალითი, როცა თანამშრომელს რაღაც ერთწლიანი რაღაც აშინელი მუშაობის შემდეგ დირექტორი უშვებს მშობლობაში და ეუბნება, რომ წადი, მაგრამ ლეპტოპი, ტელეფონი და ინტერნეტი გაიყოლე თან. ცია მაგალითად ჩემი დედა არის ვარჯიში და ვიღაცისთვის შეიძლება ვარჯიში იყოს ეს, ვიღაცის შეიძლება იყოს სირბილი, ვიღაცის შეიძლება იყოს მართლა მედიტაცია და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში მე მგონი ესეთ სუყე ადაპტირების უნარამდე მივდივართ, რაც ეხა აშინებს რეალურად საზოგადოებას. გამარჯობა, მე ლევან კოკოლიშვილი ვარ და დღეს ჩემი პოდკასტის სტუმარია ბრიანოს აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მირზიკაშვილი. სანამ პოდკასტზე გადავიდოდეთ, მინდა გთხოვოთ, რომ თუ თქვენთვის ეს კონტენტი საინტერესოა და ისურვებდით მომავალში აუცილებლად ახალ ეპიზოდებს, გამოიწერეთ არხი, რადგან თქვენთვის ეგ ერთი მარტივი ქმედება, ჩემთვის უდიდესი мотиваციაა, რომ გავაგრძელო საქმიანობა. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა და გვესაუბრა აქამდე გავლილ კარიერულ გზაზე, რადგან პირადად მეც მაგალითად ექიმოს დროს გაგიცანი და ბევრმა ადამიანმა ჯერ არ იცის ბრიანოს შესახებ. აქამდე რა გზა გამოიარე, მოკლედ ან ცლად როგორც შენთვის კომფორტულია, რომ მოგვიყვე და მე დამატებით კითხვებიც მაქვს მზად. კარგი. ლევან გილოცავ ამ ახალ წამოწყებას. მადლობა. იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოისმენს მათთვის მეტნაკლებად საინტერესო ისტორიას, ან აზრს, ან შესაძლოა არც ისე საინტერესოს, თუმცა მინიმუმ ისეც, რომელზეც საუბარიც და ფიქრის ღირს. საკმაოდ არც ისე ხშირად მაქვს შესაძლებლობა რომ მოვყვე ჩემს განულ გზაზე, იმიტომ რომ რაღაცნაირი უხერხული ამბავია როგორც წესი და ხშირად ვარიდებ ხოლმე თავს ამის შესახებ საუბარს, თუმცა არც არაფერია პირიქით. საიდან დავიწყებთ და რა მომენტიდან ავითვლით, ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, რას გვინდა მივაქციოთ ყურადღება. არ ვიცი, სტანდარტულად დავიბადე ძალიან მოსიყვარული ოჯახში, შეიძლება მომხმარე რომ ესეთ კლასიკურ ქართულ თუ კლასიკურ სოციალისტურ ოჯახში დედა ჩემი იყო ექიმი, მამა ჩემი იყო ინჟინერი და ყოველთვის მთელი ბავშვობა გავატარე იმის შეგრძნებით, რომ ყოველთვის შემიძლია იყო იმაზე უკეთესი, ვიდრე იმ მომენტში ვფიქრობ, რომ ვარ. და რაღაც ჩემი ცხოვრების მისიაც ამ პარადიგმის გარშემო ჩამოყალიბდა, რომ შევქმნა გარემო, სადაც ადამიანები თავის თავს გადააჭარბებენ. ადრეული ასაკიდან მინდოდა რომ ჩემი, ასე ვთქვათ, შეგნებული ცხოვრება დამეკავშირებინა სამხედრო კარიერას. თუმცა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო აღმოჩნდი ბიზნესში და ყველაზე მნიშვნელოვანი 4 წელი გავატარე ჩემი ბაკალავრეტის პერიოდში ISM-ში. რამაც, ასე ვთქვათ, შეცვალა ბევრი წარმოდგენა საკუთარ თავზე, შეცვალა ბევრი წარმოდგენა სამყაროზე და შეცვალა ძალიან ბევრი დამოკიდებულება, რაც მანამდე მეგონა შეუცვლელი. ბიზნესში და მენეჯმენტში მოხვედრაზე არასდროს მიოცნებია ბავშვობაში. არასდროს მიოცნებია, არასდროს მიფიქრია, რომ ბიზნესი იყო ის, რაც ოდესმე ასე ვთქვათ, დილას ამაყენა. სტუდენტობაში დაისახე მიზანი უკვე? ხო, აი ძალიან კარგი კითხვაა, როდის დაისახე მიზანი საერთოდ და რას ნიშნავს მიზნის დასახვა ეგეც. რო ქონოდა სიტყვაზე საკუთარი ბიზნესი, რო ყოფილიყავი CEO. ეს პირველი მსუყე გამოცდილება, სადაც თქვი, რომ ეგ ჩემია, როდის წამოვიდა საერთოდ. პირველი მთავარი, ასე ვთქვათ, მუღამი რამაც ბიზნესის შემდეგ, ბიზნესის და ეს გარემო ეს მენეჯმენტი შემოყვარა, იყო განცდა, რომ შენ შეგიძლია ადამიანების ცხოვრების შეცვლა სიტყვით, ყველაფრის გარეშე და შენ შეგიძლია ადამიანი აანთო და მისგან შექმნა წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი და რაც თავარიად მასვე დაუმტკიცო მისი მნიშვნელობა. ასე ვთქვათ, პირველი ადრეული წლების გამოცდილება ძირითადად ეხებოდა მენეჯმენტს და ეხებოდა
უფრო მარკეტინგს აჰა. და ბიზნესის განვითარებას და მქონდა ბედნიერება მომშავა საერთაშორისო კომპანიაში, სადაც რაღაც დაახლო რამდენიმე წლის მანძილზე უფრო მეტ დროს ვატარებდი საზღვარგარეთ, ვიდრე საქართველოში და უამრავი სხვადასხვა კულტურული ფაქტორი, სხვადასხვა აზრი მოვისმინე ცხოვრების შესახებ, არა მხოლოდ ბიზნესზე, არამედ იმ პარადიგმებზე, რაც საქართველოში და ქართულ რეალობაში გგონია საყოველთაო და სინამდვილეში აგერ რაღაც ერთი გადაფრენით ეს მანძილზე სხვა ქვეყანაში აბსოლუტურად განსხვავებულად უყურებ ამ ყველაფერს. თუ სწორად მივხვდი აპტოსზე ხო, მე მგონი, ხო აპტოსის საუბარი. წლებში. აა და პირველად დავინახე რაღაც როდესაც პირველად დავინახე დედამიწა ზემოდან, სადაც რკალი იკვეთებოდა, ანუ რაღაც დედამიწა ნამდვილად მრგვალ ფორმას იღებდა, მაშინ მივხვდი რამდენად უმნიშვნელო იყო ის მოცანები, რაც მიწაზე იმ მომენტში არსებობდა ჩემს გარშემო და ჩემს ცხოვრებაში და მაშინ დავინახე მნიშვნელობა და შევიგრძენია ასე ვთქვათ აზრი რომ ყოველთვის როდესაც გგონია რომ შენს მაქსიმუმს აკეთებ, შენს მაქსიმუმის ნახევარსაც არ აკეთებ იმ მომენტში. და აი ეს საკუთარი თავის გადაჭარბების ასე ვთქვათ პარადიგმა ჩაირთო იმას შემდეგ და ეს მას შემდეგ მუშაობს ძალიან აქტიურად. მასშტაბები დაგანახა ასე ვთქვათ აპტოსმა. აი ეს ძალიან საინტერესოა. მერე გადახვედით სწორად მახსოვს ექიმოში, ხო? პირდაპირ. კი, ასე ვთქვათ აპტოსი იყო სამედიცინო ტექნოლოგია, მედიცინასთან ახლოს ვიყავი რაღაც ჩემი ოჯახიდან გამომდინარე და ტექნოლოგია აღმოჩნდა ის ასე ვთქვათ შუამავალი რამაც თითქოს რაღაც მომცდა საშუალება რომ ჩემი თავის რეალიზება მოახდინა ამ სფეროში. იმიტომ რომ ბავშვობიდან რაღაც ბავშვობაში საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობა მქონდა და ერთგვარად ჯანმრთელობასთან ურთიერთობა ჩემთვის ადრეული ასაკიდან არსებობდა ჩემს რეალობაში. შესაბამისად ჯანმრთელობა როგორც არა ერთ-ერთი არამედ მთავარი ფაქტორი დიდი ხნის მანძილზე არსებობდა ყოველდღიურობაში. ეს გულისხმობდა არა მხოლოდ მედიცინას, არამედ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ასე ვთქვათ, ვარჯიშს, ეს გულისხმობდა სპორტს, ეს გულისხმობდა ასე ვთქვათ, განათლებას ამ სფეროზე და ასე შემდეგ. ხო, ექიმში აღმოჩნდი სწორედ აპტოსის შემდეგ და დაახლოებით 4 წელი გავატარე ძალიან კარგ გუნდთან ერთად, სადაც გავაკეთეთ პრინციპში არ მხოლოდ არ მიყვარს ეს შედარება ყველაზე დიდი ან რასე დიდი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ რეალობაში health tech-ი, რომელიც რაღაც ახალი გააზრების საშუალება მოგცა, როგორ ურთიერთობთ სამედიცინო სერვისებთან. და მას შემდეგ რაღაც ეტაპი დადგა სწორედ გააზრების, რომ რასაც აკეთებ, რაღაც უნდა გადახვიდე, უნდა დაასრულე ეტაპი, როდესაც მუშაობ გამოცდილებისთვის ან სხვისთვის შეიძლება მიხედავთ რომ შეიძლება არ არსებობს ადამიანი კონკრეტულად არსებობს რაღაც ჯგუფი ადამიანთა ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ შეერჰოლდერები და გააკეთო ის რაც გააკეთო შენ ასე ვთქვათ შენთვის ან შენით ან იმისაც რომ შენს თავს უფრო მეტი მოსთხოვო უკვე ასე ვთქვათ დამფუძნებლის როლში. ექიმოზე მაინტერესებს ან იმიტომ რომ იგივე რთული გამოცდილება მქონდა მეც რაღაც საკმაოდ პატარა ასაკში, რომ პირდაპირ ეს რაღაც მარკეტინგი და თან თავიდან ბიზნესშიც არ წარმოგედგინე თავი, დაიწყე მარკეტინგში და უცებ გამოდის ის, რომ რამდენიმე ათეულობით თანამშრომელთან გამოდიხარ CEO და CEO-ს პოზიციაზე დაინიშნე. აი მანდ პირველი რა ისეთ სერიოზულ სირთულეებს წააწყდი, რამაც ასე ვთქვათ, ძალიან დაგაფიქრა, გაწვალა და რაღაც ჩამოგაწერინა შენეული ლაიფ ჰაკები, რაც შეიძლება მაგალითად სხვას გამოადგეს, იმიტომ რომ მე მაგალითად რაღაც 25-26-ის ხდებოდი, როცა შედარებით პატარა კომპანიაში მომიწია CEO-ობა და ძალიან ასე ვთქვათ, რთული პერიოდი იყო და ძალიან გამიხარდებოდა ნებისმიერი ესეთი პატარა, თუნდაც რჩევა რომ სადმე მომესმინა. თუნდაც აი ეს მომენტი, როცა ყოველთვის ესეთ ახალ CEO-ს აქვთ ხოლმე ეს, რომ კომპანიაში მიდიხარ, რაღაცები იყო ადრე, ასე ვთქვათ, სხვა წესის მიხედვით მიხვედი და ეხლა ანუ უნდა გადააწყო, თანამშრომლები ვიღაცები თანახმარიან, ვიღაცებს არ მოსწონთ და ეგ ადაპტაციის პერიოდი როგორ გაიარე, ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ახალი მომავალი CEO-ებისთვის ქართულ რეალობაში განსაკუთრებით. ეს არის საქმე, სადაც ხარ ძალიან მარტო და ეს არის საქმე, რომლის გამოცდილებასაც ვერ ვიღებ ვერსად გარდა იმ საქმეში.
ეს არის პოზიცია, რომ სადაც ძალიან რთულია რა პოზიციაში საკმაოდ რთულია აზრის ასე ვთქვათ გაზიარება, პრობლემის გაზიარება, იმიტომ პრობლემის გაზიარება ითვლება, ან შეიძლება ჩაითვალოს, ასე გონია. არა პროფესიონალიზმად ხო, ხო? სისუსტედ. რო CEO ხარ ახლა. თუმცა მანდაც ზოგადად ამოცანა რომ გახდე რაღაც პოზიცია და მიზანი გახდე პოზიცია თავის მხრივ არის ძალიან ეგოცენტრული. და მეც მაგ ასე ვთქვათ მეც მაგ დანაშაულის მონაწილე ვარ, რომ რაღაც პერიოდი მეგონა რომ რაღაც სათაური შენს სახელთან იყო მნიშვნელოვანი. სიამოვნებაში მნიშვნელოვანი არის არა სამსახური, არამედ საქმე, რასაც აკეთებ, არა ის რომ ბევრს მოწონდი, არამედ ცოტას უყვარდი. და ამის გააზრება მოდის მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირველად შეეჯახები და წაიტეხ ცხვირს და ამ დროს ჩდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შენ ცხოვრების, ეს არის კითხვის ნიშანი საკუთარ თავთან. რომ მანამდე რომ გონია რომ ყველაფერს კარგად აკეთებ და ბევრ აპლოდისმენტს იღებ შენს გარშემოყოფებისგან, უცებ აღმოვაჩენ რომ ეს ასე არ არის და შემდეგ იწყებ ძიებას. შემდეგ აღმოვაჩენ რომ თურმე გაქვს ეგო, რომელიც მანამდე არც იცოდეს სიტყვა რო არსებობდა. რაც თავის მხრივ ნიშნავს აი ამ უამრავ რეაქტიულ მდგომარეობას და მოქმედებას შენ ცხოვრებაში, არა მხოლოდ სამსახურში, არამედ პირად ცხოვრებაშიც, რომელიც მხოლოდ გუშლის ხელს და შეიძლება ერთის მხრივ გვეხმარება რომ გქონდეს ასე ვთქვათ ენერგია, გქონდეს რაღაც ეს შემართება, მაგრამ უფრო მეტად გუშლის ხელს და არის ცალსახად ნეგატიური. თავი ამოცანაც ამ პოზიციაზე არის პირველ რიგში შეუქმნა საკუთარ თავს სიცხადე და შეუქმნა სიცხადე შენს გუნდს. და ალბათ ორი მთავარი ასე ვთქვათ სამშობლო აღწერილობაში ორ სიტყვას ვწერდეთ, ან ორ წინადადებას ნებისმიერი აღმოსავლელი დირექტორის იქნებოდა სიცხადის და ენერგიის შექმნა. სიცხადე, იმიტომ რომ სიცხადე თუ არ არის, გუნდი ყოველთვის დაბნეულია და შენს დაბნეული ხარ და ვერ გადიხარ შვებულებაში და თუ შვებულებაში ვერ გადიხარ, ესე იგი ცუდი გუნდი ყავს და იქ შენი ბრალია და ენერგია, რომელიც აანთებს ამ მიმართულებას და გუნდს მომართავს. ძალიან რთულია რომ თავიდანვე გქონდეს ეს გააზრებული და მეცაც გეტყვით რომ ეს შეიძლება იცოდეთ, მაგრამ ვერც მიხვდეთ რას ნიშნავს. სანამ არ წააწყდები გარემობას, როდესაც სიცხადის არ ქონა ქმნის კასკადს, ასე ვთქვათ, პრობლემებისა, როდესაც ერთს მეორე მოყვება და ვერ აჩერებ ისე მოდის ზვავებით. თუმცა აი თავარი სიცხადე და მარტივად საკუთარ თავთან დააფორმულე რას აკეთებ, ვისთვის აკეთებ და ეს ამის კომუნიკაცია შეძლო, ალბათ არის მთავარი პირველი ნაბიჯი ნებისმიერ პოზიციაზე და განსაკუთრებით რაღაც გუნდის თუ კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ხო, დღეს ჩვენ რეალობაში არიან ახალი ანტრეპრენერები, CEO-ები, რომლებიც რეალურად მაგ ყველაფრის დანერგვას აკეთებენ, ძალიან ლამაზი ოკეარებიც აქვთ ჩამოწერილი ყველაფერი, მაგრამ აი რაღაც ქართულად რო ვიტყვით ხოლმე, რა ფხა აკლიაო გუნდს რა, мотиваცია აკლია ხოლმე რეალურად, რომ ესა ვართ, ამას ვაკეთებთ, მაგრამ რაღაც მაინც აკლია мотиваციის მხრივ. შენ თუ გქონდა რაიმე ესეთი მიგნება, რითაც ცდილობდი, რომ აი ამ სიცხადის მიღმა კიდე მიგეცა ადამიანებისთვის, როგორც შენ მიახსენე, თვალებში სინათლე აგენთო და რაღაც მიზნისკენ ერთად მიმართულიყავთ, იმიტომ რომ რა შეიძლება ძალიან სტრუქტურულად ყველაფერი გქონდეს, მაგრამ ეგრო დრაივი გქონდეს თანამშრომელს, ალბათ რა ფუნდამენტია რომ აკეთოს კომპანიამ თავისი საქმე. შერჩევით იწყება ალბათ გუნდის წევრების შერჩევით თავარი საქმე. როგორც ამობენ სწრაფად გაუშვი და ნელა შეარჩიე. შერჩევაში აჩქარება ყოველთვის პრობლემის წყაროა. შერჩევის დროს არჩევ შენაირ ადამიანებს, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ეს, ადამიანებს, რომელსაც არ ჭირდებათ მოტივირება. არც მეტი, არც ნაკლები. როგორც წესი, კარგი თანამშრომლები არიან თვითმოტივირებულები, მათ სჭირდებათ უბრალოდ შემდეგ სიცხადე, რისთვის მუშაობენ, რისთვის ხარჯავენ დროს და ენერგიას, რაზე უნდა გააკეთონ ფოკუსი და ამაზე შეთანხმება სინამდვილეში შემდეგ მთელი თანამშრომლობა, მეტი არაფერი. როგორც კი ვიწყებ ჩვენ შერჩევაში ყველაზე ცუდად შეიძლება გააკეთო არის რომ შეარჩიო კარგი თანამშრომელი და უთხრა ყველაფერი შენ. შემდეგ ასეთ დროს როგორც წესი კარგი თანამშრომელს ვერ ინარჩუნებ.
მეორე მოდის შემდეგი ეტაპი, რომ არჩევ არც თუ ისე კარგ თანამშრომლებს და კარგად ექცევი და ხო. ყველაზე ცუდი რაც შეიძლება კარგ თანამშრომლებს გაუკეთო არის მის ცუდ თანამშრომლებს კარგად მოექცე. ეს იწვევს კულტურის აღრევას და კულტურის მოსპობას. რაც ყოველთვის იწვევს დაბალ პერფორმანსს ნებისმიერ ჭრილში იქნება ეს როგორც კომპანია იქნება ეს პროდუქტი, როგორც ფინანსურ, ასევე სხვა ზრდის სხვა მიჩვენებლებში. შესაბამისად ალბათ მთავარი არის როგორ ვარჩევთ ადამიანებს და ვარჩევთ ისე როგორც ვარჩევთ ჩვენს გარშემო არ ვიცი სხვა ნებისმიერ ადამიანს იქნება ეს მეგობარი და როგორ ვარ ჩემი კარგი თანამშრომლები. კარგი თანამშრომლები ყავს მაშინ, როდესაც შენ თუ ხარ კარგი თანამშრომელი, ისე როგორც კარგი მეგობრები ყავს მაშინ, როდესაც შენ თუ ხარ კარგი მეგობარი. ხო. აი ხა ძალიან კაი რაღაცა ახსენე სხვათა შორის შენ თვითონო და მაგალითზე გამახსენდა, აი რამდენად ცდილობდი აქცევდი ყურადღებას, რომ მაგალითი ყოფილიყავ, იმიტომ რომ ერთხელ ერთ-ერთმა მენტორმა რაღაც ისეთი შენიშვნა მომცარა, რასაც მე თვითონ არ ვაკეთებდი და რომ დავაკვირდი, ანუ ფუნდამენტურად შემეცვალა თანამშრომლები, ან მე თვითონ სიტყვაზე რაღაც ტაიმინგი იქნებოდა თუ ნებისმიერ რაღაც გაკეთება, აი მაქედან დავიწყე, ასე ვთქვათ, პირველ რიგში მე ვყოფილიყავი მაგალითი და მერე მომეთხოვა თანამშრომლებისთვის რა, თუნდაც ეს იყო ძალიან პატარა დეტალი. შენ შემთხვევაში ეგ სიტყვაზე ეგ რამდენად დაგეხმარა ან რამდენად აქცევდი ყურადღებას, რომ აი ნახე, ანუ მე ვარ მაგალითი თანამშრომლებისთვის და მაგას თუ მოუწია აი კონკრეტული ასე ვთქვათ შედეგი. თუნდაც აი ქართულ რეალობაში ეს არის ხოლმე დაგვიანება, აი ძალიან ბევრი თანამშრომლის და CEO-სგან სმენია, რომ CEO აგვიანებს და ეხლა 10 წუთი რა არის და ანუ ვიცი ასევე CEO-ები, რომლებსაც აი ეს ჩამახსოვრებული აქვთ, რომ აი მე თუ დავაგვიანე, მერე სხვაებიც დააგვიანებენ რა. დაგვიანებაზე არ მაქვს მე ეს. ხო, კულტურა არის ძალიან top down, ანუ მოძრაობს ზემოდან ქვემოთ. შესაბამისად მაღლა თუ არ არის სწორი მაგალითი, დაბლა რაც არ უნდა იძახო, არაფერი არ მოხდება. და ისე როგორც ინოვაცია უნდა მოძრაობდეს წესით ქვემოდან ზემოთ და როგორც ეს პირიქით არის, რომ გონია რომ მაღლა უნდა მოიფიქროს ვიღაცამ ყველაფერი და უნდა უთხრას დაბლა და ყველაფერს უფლება აქვს. შესაბამისად მაგალითის სადაც ეს ზემოდან ქვემოთ მოძრაობს. თუმცა ამ შემთხვევაში ეგეც შეთანხმების საგანია. რაზე ვთანხმდებით, როდესაც ახალ გუნდის წევრს ვარჩევთ. ხო, რაზე ვთანხმდებით სიტყვიერად, რაზე ვთანხმდებით წერილობით და რაზე ვთანხმდებით ფსიქოლოგიურად. იმიტომ რომ ფსიქოლოგიური კონტრაქტი როგორც წესი იმაზე ძლიერია, ვიდრე წერილობითი კონტრაქტი. და ფსიქოლოგიური კონტრაქტი ის რომ ჩვენ ველოდებით ადამიანებისგან იგივეს, რასაც ჩვენგან ითხოვენ თქოს. ხო. და როდესაც ეს ფსიქოლოგიური კონტრაქტი ირღვევა, შემდეგ სხვა ყველაფერიც ავტომატურად იწყებს რღვევას. მაგალითის ძალა ყველაზე კარგად მუშაობს ბავშვობის დროს. ბავშვებს რაც არ უნდა უთხრათ, არ აქვს აზრი თუ მაგალითს არ მისცემ, არაფერი არ მუშაობს. როგორც რო შემოხედა, როგორც იქცევი, ისე მოიქცევი. და ასევე მოყვება ეს თვისება ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე. პროდუქტის ბავშვის პერიოდში განსაკუთრებით თვალსაჩინოა, იმიტომ რომ ბავშვს უჭირს ამის შენიღბვა. და ჩვენც რაც არ უნდა საქმით სხვა რამე ვაკეთოთ და სიტყვით მეორე, უბრალოდ არ იმუშავებს და არა მხოლოდ არ იმუშავებს, გამოიწვევს ზედმეტ გაუგებრობას და იმ სიცხადის ამოცანას მალევე შეუქმნის დიდსაფრთხეს. რეალურად შერჩევის პროცესში შენ მაგალითად ვიღაცისთვის მართლა შეიძლება მაგალითი იყოს, იმიტომ რომ არიან CEO-ები, რომლებიც შერჩევის ბოლო ეტაპზე ერთვებიან, ზოგი თავიდან და ამაზე მიდის ხოლმე დისკუსია, რომ აი მე რა დონეზე ჩავერთო მივცე ეს მაქსიმალურად HR-ს, თუ რაღაც თავიდანვე ჩართული ვიყო. შენი დაკვირვება და რეალურად რჩევა მაგასთან დაკავშირებით როგორ იყო, როდის იღებდი საუკეთესო რეზულტატს და რა ეტაპზე? იცი რა გააჩნია ბევრი სხვადასხვა ვერსია მომისმენთ და მგონია რომ მან წესი არ არის. არის გუნდები, სადაც მხოლოდ შენს ასე ვთქვათ direct პირდაპირ დაქვემდებარებულ დირექტორს არჩევ შენ და დანარჩენი შემთხვევაში გაქვს მხოლოდ არასთქმის უფლება, ასე ვთქვათ. არის შემთხვევა, როდესაც ერთი თქვევით ასე ვთქვათ layer-ზეც არჩევ შენ და იტოვებ უფლებას რომ თქვა კი ან არა. მე მგონია რომ ეს მეორე შემთხვევა უფრო სარისკოა. ხო. თუმცა არსებობს კარგი მაგალითებიც ამის. ჩემთვის ორივეს უმუშავია და ორივეს არ უმუშავია. ყველაზე კარგი ყოველთვის ყველაზე
კარგი პრაქტიკა ამ შემთხვევაში არის მოусმინო შენს გულს და გონებას ერთდროულად, რაც საკმაოდ რთულია. ტექნიკურად ვერ ვიტყვი რომელიმე უნდა გააკეთო, არ უნდა გააკეთო, უფრო უნდა გააკეთო მხოლოდ ის რომ შენს ასე ვთქვათ, თუ შენ კარგად არჩევ შენს direct report-ებს, შემდეგ ისინი კარგად არჩევენ თავიანთ direct report-ებს და შენ წესით არ უნდა გიწევდეს ჩარევა და აი მან ჩანს შენი შერჩევის უნარები. თუ იქ გიწევს ჩარევა, ესე იგი აქაც ვერ შეარჩიე და იქაც ალბათ უფრო გააფუჭებ საქმეს. გამიკეთები ორივე და აი ეს არასთქმის მომენტიც და ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებულად დიდი კარგი შედეგი მოუდანი. ხო. თუმცა აი გულს და გონების მოსმენა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მანდ თუ ესე ვამბობთ რომ if it's not hell yes then it's no თუ ცალსახად ძალიან კი არ არის ჯობს რომ არ აიყოს. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თან ვისწავლეთ ადამიანებმა გასაუბრებაზე მოქცევა, შეხვედრის დროს მოქცევა, ვიცით რა უნდა ვთქვათ, ძალიან კარგად, იმიტომ რომ ეს ისწავლება აკადემიურ წრეებშიც და არა მხოლოდ რაღაც წიგნებით, ხო, ну, რაღაცა ძალიან მხარეებში ვასახელებთ, რაღაც შრომის მოყარეობის, სუსტ მხარეებში ვასახელებთ. ბევრს რომ მუშაობთ და ასე შემდეგ და ეს, ну, ძალიან ისეთი ყბადაღებული თემაა და ძალიან გვიჭირს თვითკრიტიკა ამ შემთხვევაში და ძალიან რთულია თვითკრიტიკის გარეშე ადამიანი მართლა დაინახო. შერჩევა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჩვენს რეალობაში, ქართულ რეალობაში, იმიტომ რომ რეალურად ძალიან რთულია მოიკითხო კარგი რეკომენდაცია, იმიტომ რომ როდესაც რეკომენდაციას და ძალიან ცოტა ვიცი მეც, ვისაც რო ვკითხავ რეკომენდაციას, მართლა მომცემს იმას, რაც არის და არა ის, რომ ვინმეს არ აწყენოს. და შენ რეალობაში ხო იგივეა, შენც ხო არც ისე ბევრს მისცემდი რეკომენდაციას, იმიტომ რომ პასუხისმგებლობას იღებ რეალურად. კი, და ეს ალბათ ნელ-ნელა უფრო ვსწავლობთ ამას, რომ რეკომენდაცია სიამოვნებაში ძალიან საპასუხისმგებლო რამეა და სხვას რო ვაძლევთ კარგ რეკომენდაციას მაშინ როცა ვიცით რომ ეს რეკომენდაცია არ არის არ შესაბამება რეალობას. ამ შემთხვევაში ჩვენი რეპუტაცია დგება რისკის ქვეშ და ამაზე მომენტში ალბათ არ ფიქრობს ის ვინც ამას აკეთებს. წეგან ახსენე რომ ძალიან ბევრი რაღაცა გატყდება თავს რა, როცა რაღაც საშუალო რგოლიდან მიდიხარ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე და ამ დროს რავი ანტრეპრენერები ან უბრალოდ დანიშნული CEO-ები რასაც იწყებენ გიჟივით თან კითხვას, თან რაღაცების მოსმენას, თან რაღაცა coaching პროგრამებს და ცალკე კიდე საქმე არის რაღაც თავზე აყრია ყველაფერი. შენ შემთხვევაში რა იყო სიტყვაზე ეს იყო წიგნები, ეს იყო კონკრეტული coaching-ი, ეს იყო რაღაც mentorship-ის პროგრამა, რაც ასე ვთქვათ თავის გზაზე დააყენა ცოტა ეს ქაოსები და ეგ სიცხადე, რაზეც საუბრობდი, მაგალითად, უფრო და უფრო შემოიტანა ორგანიზაციაში, ну, შენ თავში პირველ რიგში და მე თანამშრომლებში რა. კითხვა და ასე ვთქვათ, მოსმენა, უბრალოდ ცოდნის მიღება და სხვისი მაგალითების გაგება ძალიან გეხმარება. ქართული რეალობიდანვე ალბათ უფრო. ხო, ну, ძალიან ცოტა ქართული რეალობის სამწუხაროდ. ხო. თუმცა ხო, ну, ალბათ ხო, ქართული რეალობიდან არსებობს, თუმცა იმდენად ვიწროა და იმდენად მიზერულია, რომ რთულია ვერ ამოწურო ერთ და ორ კვირაში. შესაბამისად, არაქართული უამრავი მაგალითი არსებობს, რაც გეუბნება. სინამდვილეში გეუბნება, რომ რაღაცას, რასაც აკეთებ და გუშინ რო შეგეშალა და ამაზე ფიქრობ, აი შეეშალა, ვიღაცას შეეშალა და აი გაუშვეს თავისივე კომპანიიდან. და მე რა გააკეთა და როგორ, ასე ვთქვათ, როგორ მოახდინეთ ინტროსპექტივა, ამის მაგალითებს რო უყურებ, არა უცებად იმ მომენტშივე გეწყება რა იმეორებ იგივეს, არამედ უშვებ რომ რაღაცები შეიძლება მოხდეს, უბრალოდ დაგემართოს და უბრალოდ რაღაცება არ იმუშაოს. და ამის სხვა გარემოში და სხვა გარემოებებში, ასე ვთქვათ, მოსვენა წაკითხვა ძალიან ეხმარება შენს შეფასების უნარებს. მეორეს მხრივ, რაც ყველაზე მეტად მეხმარება არის, ну, გარდა, ну, ალბათ გულწრფელობა საკუთარი შესაბამის მიმართ, ეს არის პირველ რიგში და ამაზე ხო და მაქსიმუმ, თუმცა საკმაოდ რთულია ეგ, როგორც ამბობენ, გონებას გონებით ვერ უშველი. აუცილებლად გჭირდება გარედან რაღაც დამატებით, რომელიც დაიხმარება ინტროსპექტივაში. მე მაქვს ძალიან, ასე ვთქვათ, კარგი გამოცდილება პერსონალური executive coaching-ის, რომელსაც ძალიან ბევრი
ასე თქვა ეს ნაკადი თავში ერთ ნაკადში ბევრ დაკაც ერთ დაკაც მოყარა თავი რა ტიპის და კოუჩინგი იყო შეიძლება ხო, გავუადრეს ეგ ანუ უფრო თანაბრად? ბიზნესზე აჰა. უფრო რაღაც საქმეზე, უფრო რაღაცა სტრუქტურირებაზე ორიენტირებული, უფრო ყოველდღიურ ფიქრებზე ორიენტირებული, რას ფიქრობ, რატო ფიქრობ, რა ტრიგერებს შენს, აჰა. ასე ვთქვათ, რაღაც რეაქტიულ ქმედებებს სინამდვილეში არა და ეს ყველაფერი რო საფრთხის მდგომარეობიდან მოქმედება, რომ საბოლოო ჯამში გიშლის ხელს გამარჯვებაში, იმიტომ რომ ხო. ადამიანს ერთდროულად შეუძლია მხოლოდ ერთ კითხვაზე გასცეს პასუხი თავის თავს. აჰა. ადამიანს ერთდროულად შეუძლია მხოლოდ ერთი ამოცანის გადაჭრაზე იმუშაოს და შენი ამოცანა თუ გადარჩენა ვერ გაიმარჯვება, ამიტომ უნდა გადაანებო თავი გრძელვადიან და გეგმების იფიქრო რეაქტივი, გამარჯვებას. ხო. სანამ გამარჯვების კითხვაზე პასუხის გასაცემად არ გადახვალ და რჩები აქ, არაფერი არ გამოგდის, უბრალოდ ერთ ადგილას უქსაო. ძალიან მეხმარება ასევე ხო, ანუ გაზიარება ალბათ სანდო, ძალიან მნიშვნელოვანი ეს რაღაცა დამხმარე სისტემა შეიქმნა, რაც გულისხმობს რაც აჰა. იმ გუნდს, რომელიც შენს გარშემო, რომლებიც გეტყვიან და ჩაგახედებენ სარკეში და უნდა მისცე ადამიანების სანდო ადამიანების თუნდაც ვიწრო წრეს უფლება რომ მოგიტანოს სარკე და ჩაგახედოს და გითხრას რომ ეს ასე არ არის აჰა. და ეს როგორც წესი ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც აჰა. ასე ვთქვათ, რომელსაც დაეჯერება და რომელსაც ენდობიდი და იცი რას გეუბნება შენ ისევ შენთვის კარგი მიზნებიდან გამომდინარე და თუ გექნება ეს სარკე, რომელსაც შენი, ასე ვთქვათ, უახლოესი გარემოს შეიძლება იყოს გუნდი, რომელიც შენთან მუშაობს კომპანიაში, შეიძლება იყოს არ ვიცი, მეგობარი, შეიძლება იყოს ოჯახის წევრი. აჰა. და ამ სისტემას ამუშავებ და ის იმ პოზიდან გამოხვალ, რომ ყველგან ყოველთვის მართალი ვარ სახლშიც, ხო. მეგობრებშიც და სამსახურშიც. აი მაგ პოზას ვუდატოვებ, შემდეგ რაღაცა დომინოს ეფექტით მიდის, ერთი მეორეს მიყვება და უფრო მეტ სხვადასხვა მეთოდს აღმოაჩენ გზად. მე არ ვიცდია და არ გამომდის მედიტაცია მაგალითად, ჩემი მედიტაცია აჰა. არის ვარჯიში. და ნუ ვიღაცისთვის შეიძლება ვარჯიში იყოს ეს, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს სირბილი, ვიღაცისთვის შეიძლება ხო. იყოს მართლა მედიტაცია და ასე შემდეგ. რაღაცა ტიპის ზუმაუთი შენი ხო, ასე რაღაც ვთქვათ პრობლემა. ეხლა კაი საკითხი გამოდიშვა. შეეხე ზუსტად ეგ უნდა მეკითხა, იმიტომ რომ რაც ვიცი და რა თანაკვეთაც გქონია, ერთ-ერთი ყველაზე გაწერილი ადამიანი ხარ, თავისი Google კალენდრით დაწყებული, ყვებით ვარჯიშს და ასე შემდეგ. შენთვის ეგ ან პირადი როლი გარდა ვარჯიშისა, იმიტომ რომ აი დღეს გადაფასების დონეზეა, მაგრამ არის ასე ვთქვათ ეს პარადიგმები, რომ კრეატიული, მაგრამ ქაოტური, მაგალითად და ასე შემდეგ, მაგრამ აი განსაკუთრებით CEO-ს პოზიციაზე, ბიზნესის მფლობელის პოზიციაზე, შენთვის ასე ვთქვათ, რას ურჩევთ და რამდენად მნიშვნელოვანი იყო აი მაგამდე ესე დეტალურად დისციპლინარულ საკითხებამდე ჩასვლა და რა ასე ვთქვათ ეფექტი მოახდინა თუნდაც მაგან სათითაოდ ამ ყველაფრის გაწერამ და მე ასევე თუ გინდა ვარჯიშზე მითხარ, იმიტომ რომ შენთვის ადრეც რამდენჯერაც გვისაუბრე რა ვარჯიშობ, რავი ესეთი კითხვაა, რომ სუნთქავ ჭამ, ანუ როგორ იქცა ეგ, ან კონვერტირება როგორ მოახდინა, იმიტომ რომ ჩელენჯია რა ყველასთვის ანტრეპრენერები ვიცით, ბიზნესებიც ვიცით, რომ დაიწყებენ ბიზნესის მფლობელებიც, უცებ რაღაცა ერთი თვე სწორი ყვება, რაღაცა დილით ადრე ადგომა, მერე ფეილი რა. ეგ კონსისტენსი როგორ შეინარჩუნე პირადად შენ და რა როლი უჭირავს აი ამ ყველაფერს შენთვის? ხო, ბავშვობიდან რაღაცები არის, რაც უბრალოდ გამიმართლა, რომ უფრო მემარტივება, მათ შორის ვარჯიშის არასოდეს არ ყოფილა სირთულე ჩემთვის ადრე ადგომა სკოლისთვის და ვასწრებდი ხოლმე როგორც ასე ვარჯიშის სკოლაში დასვლა. ის უნდა გავიაზროთ, რომ სინამდვილეში ჩვენი ყველა გადაწყვეტილება არის ბიოლოგიური პროცესის შედეგი. და ამაზე თუ არ ვიფიქრეთ, რომ ეს ყველაფერი არის ჰორმონების, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან ურთიერთობა და ამას არ მივაქციეთ ყურადღება, ძალიან გაგუჭირდება გრძელვადაში რაიმე მნიშვნელოვანი შექმნა. არა მხოლოდ შექმნა, არამედ კარგად ყოფნა უბრალოდ. მქონდა რაღაც პერიოდი, როდესაც მეგონა რომ ასე კაცრად გაწერა იყო თავარი ფორმულა. ხო. ეხლა ასე აღარ ვფიქრობ. თუმცა ვცდილობ რომ მივაქციო ყურადღება უფრო რაღაც ფრეიმვორკებს, ვიდრე ასე ვთქვათ, ჩარჩოებს, ვიდრე წესებს. ჩარჩოში გულისხმობ რომ მაგალითად რაღაც არ გავაცდინო 3 დღე ზედიზედ ვარჯიშის გარეშე. ან ნუ რაღაც ასე ვთქვათ, არასდროს არ დავლიო 3-ზე მეტ
ჯერ კვირაში ალკოჰოლი არ მივიღო რაღაც რაოდენობა, არ აქვს მნიშვნელობა აქ. მაგრამ ინდივიდუალური ყოველთვის ეს. ადრე მახსოვს ბოდიში კვებაზეც დაახლოებით იგივენაირად მითხარი, უფრო ის მაქვს რას არ ვჭამო რა. უფრო მარტივია კი. ვიდრე იმაზე ვიდრე დეტალიზაციაში და გრამებში და რაღაცებში წასვლა რა. კი, ზუსტად. იმიტომ რომ ინდივიდუალურია და უბრალოდ მოусმინი ორგანიზმს, რასაც ჭამ, რა მოგწონს და რა, ანუ იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი მაგალითად არ ვიცოდი რომ ვიყავი ლაქტოზის ალერგიკა და წლების მანძილზე ეს მეგონა ნორმა და რა, იმიტომ რომ ეს რაღაც ვითარდება ასაკთან ერთად და ძალიან ნორმალურია. და უბრალოდ თუ მოусმენ და შემდეგ ამას გატესტავ. ხო, იტყვი რომ ანუ ეს არ მომწონს და იცი რა არა, ბევრად მარტივია შენს ვიდრე აი ზუსტად იცი რომ როდის რას, იმიტომ რომ მგონია რომ ეგ ცოტა რა არის მეორე ასე ვთქვათ ცუდი მხარე ამ ყველაფერს ასეთ ცხოვრებას აქვს რომ ძალიან დიდ ენერგიას მოიხმარს შენსას იმაზე ფიქრი რა უნდა გავაკეთო. ძალიან დიდ ფოკუსს მოიხმარს ავჭამო რა არ ვჭამო და ასე შემდეგ. ამიტომ რაც უფრო მარტივად ჩავსვამთ რომ აი რაღაცეები არის არა და დანარჩენი უკვე აი მეტნაკლებად და რაც უფრო ნაკლებად ვიფიქრებთ ამის ასე ვთქვათ მენეჯმენტზე, მით მარტივია შემდეგ ყოფა ცხოვრება. ხო, მარტივად რო ვთქვათ, იმიტომ რომ ადამიანებს ყოველთვის აინტერესებს და ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი რომ დადიან ყველა ვინც რამეს მიაღწია daily რუტინების დონეზე ეძებენ, აბა ის რას ჭამს, ის რას აკეთებს, ასე შემდეგ. შენ შემთხვევაში მოკლედ საბაზისოდ რა მიმუშავე, ეს იყო დილის ვარჯიში, რაღაც ჯანსაღი კვება, რამე პლუს დამატებითი მედიტაცია არა ვთქვით, იმიტომ რომ შენ ვარჯიშს დიბალანსებ რა. რამე ეგეთი რუტინული ჰაკები იყო, რამაც დღის განმავლობაში ან ფოკუსი, ენერგია დამატებით სარგებელი შეგძნიდა და თქვი რომ აი ამას ჩემ რუტინაში დავტოვებ რა. იცი რა, ძალიან რთულია რამე ესე ფიზიკურ აქტივობას დაუკავშირო, თუმცა შესაძლოა ასეც არის. როცა რაღაცა არაკეთებ, მაშინ უფრო მიხვდები რომ აი თურმე ეს იყო ის რაც და ნუ ალბათ და ეგ ტესტი შეიძლება ჩატარდეს კიდეც. მე რაც სმენელს ასე ვთქვათ, რასაც ვეთყოდი და რაც შემიძლია თავი დავდო არის ის რომ რაც უფრო მეტად მუშაობ ფიზიკურად, უკეთესად მუშაობს შენი გონება. რაც უფრო მეც ვარჯიშობ, უკეთესად ფიქრობ და უფრო კრეატიულიც ხარ, უფრო შემოქმედებითია შესაბამისად, უფრო უკეთეს გაწყვეტილებებს იღებ, უფრო უკეთ ხარ, უკეთ გცინოს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღების ხარისხი ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე რაოდენობა, ამიტომ თუ ცოტა დროს, მუშაობის დროს მოვაკლებ იმისათვის რომ მიხედო ფიზიკურ სხეულს, რომელიც გვავიწყდება რომ გონებაც ფიზიკური სხეულის ნაწილია და არ არის განყენებული და ხო რაღაც გონება და სხეული არ არის ცალ-ცალკე. რაც უფრო მეტად ასე ვთქვათ მეტ დროს დავუთმთ ამას, იქ მეორე მხარეს უფრო გაუმჯობესება ხარისხი. კი, თან რას ვარ დაკვირვებული იცი და იგივეა რაც ძალიან მოგწონს ალბათ ყოველ დილით, რომ ან დილას როცა მაგალითად ვარჯიშით იწყებ, უკვე გაქვს რაღაც achievement-ის შექმნება, რომ მიაღწიე, გააკეთე უკვე ის რაღაც დადებითი დოფამინ, სეროტონინები გამოყოფილია და წარმოიდგინე ხა და მეორე მნიშვნელოვანი რაღაცა სხვათა შორის, რაც დავაკვირდი, რომ აი დილიდან როცა იწყებ მაგ აქტივობას, უკვე შენ ხარ მენეჯერი თითქოს შენი დღის. იმიტომ რომ რაღაც მაღვიძარამ კი არ დაიწყო და აგაგდო ასე ვთქვა და დაიწყე სირბილი და ასე ვთქვათ გადაირბინე და მე რაღაცა იქ ავტობუსი ან მანქანა ან საცობი, არამედ შვიდათ იწყებ უკვე დილას უკვე achievement-ით რო იწყებ, მე მგონი ეგ ინსაიტი ძალიან ეს არის. კი, ეგ შეგრძნება, ნუ თუმცა მე ხარ იმისა რომ დილის ვარჯიშის მე დიდი ასე ვთქვათ მომხრე ვარ, ზოგს საღამოს ურჩევნია და დილას ურჩევნია დაიძინოს და არაფერი ამაში ცუდი. აბსოლუტურად აი იმ დღეს ვსაუბრობდით მე და ჩემი ჩემი ასე ვთქვათ co-founder-ი რომ ადამიანის გაღვიძების დრო და დაძინების დრო აბსოლუტურად ინდივიდუალურია და არ შეიძლება ამაზე რაღაც აპელირება რომ შენ რადგან გვიანი ღვიძებ ამის გამო ზარმაცი ხარ. ახლა მე ბიოლოგიურად მიღვიძებ 6 საათზე თავისით და საინტერესო ასე ვთქვათ ექსპერიმენტია, როდესაც რაღაც ადამიანების ჯგუფის დაძინების და გაღვიძების დრო გაზომეს, აღმოჩნდა რომ მხოლოდ ამდენიმე წუთი იყო, როდესაც ყველას ეძინა. ამიტომ გაღვიძების დროები აბსოლუტურად თვითგადარჩენის მექანიზმია ჩვენთვის. იმიტომ რომ ვიღაცა უნდა ადრე გაიღვიძოს და ვიღაცა უნდა გვიან გაიღვიძოს იმისათვის რომ ერთმანეთს ასე ვთქვათ უყარავულოთ რომ ნადირი არ დაგვესხას თავს. თუმცა მე როგორც დილის ადამიანის ასე ვთქვათ პერსპექტივიდან შემიძლია ვთქვა რომ
როდესაც იღვიძებ მაშინ, როცა ბევრს ძინავს, ეს პირველი გამარჯვების კი, შეგრძნებას კი, გაძლევს, რაც ზუსტად. შემდეგ თელიდან მოგყვება. გარდა იმისა, რომ უფრო ენერგიული ხარინდელობს სისხლძარღვი უკეთ მოძრაობს, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ღამეა, ღამე გაგვიძება, 1-2-რად მატებს შენს, ასე ვთქვათ, შეგრძნებას, რომ ერთი ნაბიჯი წინ ხარ თითქოს იმ დღეს. თუმცა აბსოლუტურად შეგრძნების დონეზეა ეს და ვიღაცას შეიძლება მუშაობ, ვიღაცას ურჩევნია რომ ეძინოს მაგალითად. ხო, ჩემს შემთხვევაშიც იგივე ყოფილა და რა ვიცი, ძალიან ბევრისთვის მირჩევა. იცი რა მითხარი, ჩვენ როცა რაღაც საქმიანი თანაკვეთა გქონდა, პირდაპირ ჩემს შემთხვევაში მაგალითად მე დასვენების კულტურა არ მქონდა რა და ძალიან მომეწონა მაგალითად როცა დავინახე რომ შენ ეგ უკვე დანერგილი გქონდა და აკეთებდი. ეს გადამწვარ ადამიანებს რა რჩევას მისცემდი, ან როდის მიხვედი მაქამდე დაბალანსება როდის დაიწყე დასვენების კულტურის და ანუ ეგ დასვენების დისციპლინა ცალკე როგორ შემოიტანონ ასე ძალიან თქვა და მნიშვნელოვანია. რამდენად ნიშნულოვანი, იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად ბევრჯერ დაურტყავს ნეგატიურად რა, რაღაც კრეატივშიც, სტრატეგიულად მუშაობაშიც და ასე შემდეგ. აა იცი როგორ ვერ ვიტყვი რომ კარგად ვიცი დასვენება და ხო. მაგაზე აქტიურად სამერს ვფიქრობ, იმიტომ რომ აა დასვენება იმის გამო რომ მუდმივად ვარ ჩართული რაღაც სხვადასხვა მოწყობილობებში, იქნება ეს ტელეფონი, იქნება ეს რაღაც კომპიუტერი და მუდმივად კავშირზე ვარ და რაღაცნაირად თითქოს უნდა ვიყოთ კავშირზე თორემ რაღაც მოხდება. ხო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც კი როცა ფიზიკურად ისვენებ, ხელს გიშლის დასვენებაში. მაშინაც კი როცა შესაძლოა შაბათ კვირას გადიოდი ქალაქიდან თითქოს აკეთებ ამ რაღაც კავშირიდან გასვლას, თითქოს მაშინაც გეფიქრებ. ამიტომ დასვენებისთვის მე არ ვარ კარგი, ასე ვთქვათ, მრჩეველი. რა დონეზეც. ვერ ვიტყვი მაგას, თუმცა ჩემი გამოცდილებით რაც შემიძლია თქვა არის ის, რომ დასვენება არ უნდა დააძალო საკუთარ თავს, იმიტომ რომ ძალიან ეხლა მე როგორ შეიძლება მაგაზე უკეთესად ჩამოვაყალიბო, როცა რომ ვიხსენებ ჩემი ბოლო ჯანმრთელობის ჩეკაპი, რომელსაც ვიკეთებ წელიწადში ერთხელ მაინც. ნუ როგორც წესი არ მივდივარ, უნდა რაღაცამ შემაწუხოს და ყოველთვის დიაგნოზი არის გადაღლა და მოვდივარ და მე 1-2 კვირა და მე 1 წლის მერე ისევ იგივე წრეზე ვტრიალებ. შესაბამისად, ეს თუ არ დავაძალეთ ჩვენს თავს. ხო. დასვენება ოღონდ ამ დასვენებაში გულისხმობ მართლა დასვენებას და არა უბრალოდ არაფრის კეთებას. დასვენება გულისხმობს განტვირთვას მათ შორის, დასვენება გულისხმობს გარემოს შეცვლას, დასვენება გულისხმობს მართლა მოწყვეტას საქმისგან, ანუ თან ისვენებ და თან მეილს პასუხობ და კითხვებზე პასუხს ვცემ, როგორც წესი გიშლის ეს ხელს. თუმცა ეს არის სასწაული მნიშვნელოვანი, როგორც წეგან ვახსენეთ, გადაწყვეტის მიღების ხარისხი ვერად მნიშვნელოვანია მის რაოდენობაზე, ჯობს რომ 3 გადაწყვეტა მიიღოთ დღის მანძილზე და ხარისხიანი და დანარჩენი უბრალოდ არ მივიღოთ. ხო. და აი ამ მიმართულებით ხარისხის გასაუმჯობესებლად არაფერი ისე არ ვეხმარება, როგორც კარგი ძილი და კარგი კვება. კარგობაში გულისხმობ არა ბევრ კვებას, არამედ დაბალანსებულ დიეტას, რომელიც გულისხმობს მინერალებს, ვიტამინებს და ასე შემდეგ. ასევე განტვირთვას, ასევე აი ამ არა მხოლოდ ოჯახის წევრებთან დროის გატარებას, არამედ მეგობრებთან დროის გატარებას, ასე რაღაც შენს შენი ინტერესის წრეებთან, სხვადასხვა სოციუმის ასე ვთქვათ, წრეებთან დროის გატარებას იმისათვის, რომ შენს თავს და შენს საქმეს რაღაც მომენტში შემოხედო გარედან და ამან მოგცეს ერთგვარი რეფრეშის მომენტი, რაც რაღაცებს გადაგახედებს, იმიტომ რომ ძალიან მარტივია აი ამ კურდღლის სოროში შეძრომა, საიდანაც უკან გამოსვლა როგორც წესი შემდეგ საკმაოდ რთულია. მე მახსენდება ეხა ერთი კლასიკური მაგალითი, როცა თანამშრომელს რაღაც ერთწლიანი აშნელი მუშაობის შემდეგ დირექტორი უშვებს შვებულებაში და ეუბნება, რომ წადი, მაგრამ ლეპტოპი, ტელეფონი და ინტერნეტი გაიყოლე თან. ანუ ალბათ რა ვიცი, შენც ალბათ იგივეზე ხარო, უნდა მისცე რა, ანუ ის ლეპტოპი რომ მიაქვს, ესე იგი რაღაც სწორად არ აქვს, არ არის დალაგებული ხშირ შემთხვევაში. რაღაც. ხო. და ძალიან ბევრი დირექტორია რომ თვითონ აკეთებს ამას და როგორც წეგან ვთქვით, თუ შობილობაში ვერ ახერხებ გასვლას, ესე იგი გუნდი არ გივარგა. ზუსტად. შენი აზრით ეხლა health tech-ი რა მიმართულებით მიდის, მაგალითად ის უკვე ძალიან კარგი
სტარტი იყო, რაშიც წვრილიც მიგიწვის, რა თქმა უნდა, რომ დისტანციურად შეიძლებოდა და კომფორტულად კონსულტაციები. შენი აზრით, არა როგორც რაღაც სამედიცინო წარმომადგენელი არ ხარ ხო? ანტრეპრენერი ხარ, რომელიც რაღაც პოზიციაზე იყო მნიშვნელოვანზე health tech კომპანიაში და შენი აზრით ეხა საით მივდივართ და მომავალი წლების ხედვა როგორ არის? შენი ვარაუდით ძალიან სუბიექტური, საით წაგვიყვანს, იმიტომ რომ ეხლა გვაქვს რაღაც ჩეკაპები, რაც კონსულტაცია, ეგრეთ წოდებული სიტყვერი ანამნეზს ეძახიან, მე მგონი სამედიცინო ტერმინით ხო რა აწუხებს და უფრო საით შეიძლება წაგვიყვანოს მაგალითად device-ები თუ არის მოსალოდნელი, რომ მალე ისეთი იქნება, რა ვიცი, რაც შეიერთებს ადამიანი, დაიდებს და უფრო მეტი დიაგნოზი დისტანციურად დაისმება, ან პირდაპირ წამლის გამოწერა დისტანციურად. ხო, აი, არ ვიცი, ალბათ უნდა ვთქვა ვის სპეკულაციის საგანი იქნება ეხა ეს, იმიტომ რომ შენი წარმოსახვით. თუმცა იმის, ასე ვთქვათ, არ დანახვა, რომ ჯანმრთელობა როგორც წესი ჯანდაცვის სფერო არის ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, რასაც ტექნოლოგია იღებს. იმიტომ რომ რისკი მაღალია და შესაბამისად იქ სადაც რისკი მაღალია და პოტენციურად ზარალის ზომა კიდევ უფრო მაღალი ადამიანის სიცოცხლეს ეხება, იქ უფრო ნელა მოძრაობს ტექნოლოგია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის ასე ვთქვათ გავლენით ეს სფეროც ოღონ დროის პერიოდს გააჩნია, არსებობს უამრავი რაღაც რამდენიმე დღის წინაც Microsoft AI-ის საკამაოდ ესეთი როგორ თქვა ამბიციური შედეგი ქონდა, რომ 5%-ზე ნაკლები აქვს false negative სხვადასხვა ტიპის სიმსივნის აღმოჩენისას, ისეთ რადიოლოგიას ეხება, თუ სწორად მახსოვს. ეს სფერო, სადაც არსებობს ტექნოლოგია, რომელიც ადამიანს უკეთ აკეთებს საქმეს ჯანდაცვაში, რა თქმა უნდა, იქნება შემდეგი ფრონტიერი ამ სფეროში. ეს რამდენად სწრაფად მოხდება და რამდენად გავუშვებთ ადამიანები, იმიტომ რომ დღეს რომ დაიღუპოს პაციენტი ექიმის გამო, არავინ არ იტყვის, რომ ადამიანები არ ვარ გივართ ექიმებად, მაგრამ ხვალ რომ იგივე მოხდეს თუნდაც ერთი შემთხვევა ხო, ეს აბსოლუტურად სხვა რეალობაა. ამიტომ მზაობის, ასე ვთქვათ, მზაობა როგორც მნიშვნელოვანი ამ წილადში, სასახად ესეთი მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ თავარი რაც ალბათ ბოლო წლებში ადამიანების დიდმა უმრავლესობამ, ყოველ შემთხვევაში მე ვისთანაც მაქვს აქტიური შეხება გავაცნობიერეთ, არის ის, რომ ჯანმრთელობა და მედიცინა არ არის, ჯანდაცვა და მედიცინა არის ერთი და იგივე. და ჩვენი სინამდვილეში ყოველდღე უნდა ვფიქრობდეთ და ვზრუნავდეთ ჯანმრთელობაზე და არა მაშინ, როცა რამე აქვს კიდევ და ექიმთან არ უნდა მივდიოდეთ, რომ ექიმო წამალ დაგვინიშნე და განსაკუთრებით ჩვენს რეალობაში და არა მხოლოდ ეს დამახასიათებელია ზოგადად გარკვეული კატეგორიის ქვეყნებისთვის და შესაძლოა არის კიდეც კავშირში მუშაობის ზომასთან. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბევრ სხვა ფაქტორთან, ასე ვთქვათ, კულტურა, როგორიც არის ჩვენთან ეს ალკოჰოლის მაღალი რაოდენობით მიღება და რაღაცნაირი დამოკიდებულება, რომ თითქოს ეს კარგია, ასეთი კულტურული ფენომენები გვიშლის ჯანმრთელობაში ხელს. შესაბამისად ის, რომ შენ ჯანმრთელობას ყოველდღე ზრუნავ და ექიმთან არ მიდიხარ მხოლოდ მაშინ, როცა გიჭირს, ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო აქტიურდება და საშუალო ხანგრძლივობის მატებაც გვაძლევს იმის პარმტკიცებას, რომ რაღაც სწორ გზაზე ვდგავართ. ბრიანოზე შეგვიძლია პრინციპში გადავიდეთ რა. ძალიან საინტერესო იყო ის, რომ მიიღეთ ბიზნეს გამოცდილებები, მათ შორის CEO-ს პოზიცია და მერე გადაწყვიტე, რომ უკვე საკუთარი კომპანია, ასე ვთქვათ, ბიზნესი ქონოდა. ბრიანო რას აკეთებს, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, იმიტომ რომ მაინც ახალი სტარტაპია, ძალიან კაი საქმეს აკეთებს, როგორც ვიცი და აუდიტორიასაც რო უთხრათ ორი სიტყვა. ასე ვთქვათ, აზრი რატოც დავიწყეთ მე და ჩვენ პარტნიორმა ბრიანო არის შემდეგი. ტექნოლოგიის განვითარება როგორც წესი რაღაც გულისხმობს არა მხოლოდ ახლის შემოტანას, არამედ რაღაცის დავიწყებას. დღევანდელი მომხმარებლის გამოცდილება კომპიუტერთან ურთიერთობის არის გადის ძირითადად კლიკზე და ტაჩზე, მაუსის გამოგონებამ თავის დროზე ქსეროქსის, ასე ვთქვათ, კვლევით ცენტრში 50 წლის მანძილზე მთელი ურთიერთობა ადამიანის კომპიუტერს შორის უკეთეს ფორმატში ვერ გადაიყვანა. მაუსი გახდა შემდეგ ტაჩ სკრინი ჩვენს ტელეფონებში
და დღეს ძირითადად ურთიერთობთ აი ამ ორი ფორმატით, რაც თავის მხრივ არის ერთი კლიკი და კლიკით ვესაუბრობთ კომპიუტერებს. ხელოვნური ინტელექტის განვითარება მოგვცა საშუალება, რომ კომპიუტერებს ვესაუბროთ ისე, როგორც ვესაუბრობთ ადამიანებს და ჩვენი, ასე ვთქვათ, ფილოსოფია არის სწორედ ის, რომ ადამიანის და კომპიუტერის, ადამიანის და ტექნოლოგიის ურთიერთობა გავხადოთ ისეთივე, როგორც მეგობართან საუბარი. ანუ გვჯერა, რომ მაუსი და კლიკი არის შესტების ენა, ხოლო რეალურად ადამიანის კომუნიკაციის ფორმა არის საუბარი. იქნება ეს წერა, იქნება ეს ხმით საუბარი თუ ასე შემდეგ. რიანო არის შესაბამისად ამ მისიის გზაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ თუნდაც ნებისმიერ ნებისმიერ ვებსაიტს ან ნებისმიერ აპლიკაციას, რომელსაც დღეს ასე ვთქვათ, რომელშიც შევდივართ, ფანჯრაში გადავდივართ იმისაც, რომ რაღაც შედეგებს მივახციოთ, იქნება ეს ტრანზაქცია, რამის შეძენა, რამის დაჯავშნა, რამის ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეული შედეგის მიღება. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ერთი წინადადება, ერთი სიტყვა ნებისმიერ ენაზე, მათ შორის ნებისმიერ დროს და ამას შეიძლება მიიღოს ბევრად უფრო ასე ვთქვათ, სასიამოვნო გამოცდილება, ვიდრე ნებისმიერი სახის ინტერფეისის დიზაინი მოგცემთ. შესაბამისად, დღეს ვაკეთებთ ასე ვთქვათ, ასეთ ინტერფეისებს სხვადასხვა ინდუსტრიისთვის დაწყებული ელექტრონული კომერციიდან დამთავრებული ჯანდაცვის და დაზღვევის სხვადასხვა მიმართულებებით და გვჯერა, რომ 5 ან უფრო მოკლე პერიოდშიც ჩვენი არსებული სმარტფონები იქნება აბსოლუტურად განსხვავებული. დღეს თუ გვაქვს სავსე აპლიკაციებით, რომელშიც უნდა შევიდეთ და ბევრი კლიკი ბევრჯერ რაღაც დავაკლიკოთ, რაღაც რომ მივიღოთ. საბოლოო ჯამში მივიღებთ რაღაც ერთ ან რამდენიმე ღილაკს, რომელშიც უქნებ საშუალება ან რაც ჩავწეროთ, ან რაღაც ვთქვათ და მივიღოთ ის, რის მიღებაც აქამდე. აი, უფრო ზუსტად ადვილად გასაგები რო იყოს, იმიტომ რომ ძალიან ჩვეულებრივ შესაძლებელია, რომ ამ პოდკასტის მსმენელიც ერთ-ერთი პოტენციური აუდიტორია და მომხმარებელი იყოს, ხო, ბრიანოსი? როგორი და რა ტიპის ქართულ ბიზნესს შეიძლება დასჭირდეს ეს და აი, უფრო კონკრეტულად რის გაკეთება შეუძლია ბრიანოს ამ შემთხვევაში? ბიზნეს, რომელსაც ყავს მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრი, call center ან მსგავსი ჯგუფი, რომელსაც სურს, რომ მომხმარებელმა, რომელიც ბევრ კითხვაზე მიმართავს, AI-ს გასცეს პასუხი ნებისმიერ 24/7-ზე, ასე ვთქვათ, ნებისმიერ ენაზე გამართულად, სწრაფად, რიგში დგომის გარეშე. მეორეს მხრივ ეს არის ბიზნესები, რომელსაც აქვს რაღაც ციფრული, რომელთა პროდუქცია იყიდება ციფრული გზით, მათთვის ბევრად იმის გამო, რომ ეს ჩათის ინტერფეისი სწრაფად ადაპტირდა ჩვენს ყოველდღიურობაში და საკმაოდ კარგად ავითვისეთ, GPT მაგალითად უკვე არ ვიცი მესამე თუ მეხუთე ადგილზეა გამოყენებ ვებსაიტების ტრაფიკში გლობალური მასშტაბით და დაახლოებით 9 მილიარდამდე აქტიური მომხმარებელი ყავს თვის მანძილზე. ნებისმიერი ვებსაიტი შეიძლება იყოს ერთი ჩათი და ასეც იქნება. ჩვენ რამდენიმე წლის შემდეგ აღარ შევხვდებით ლამაზად დახატულ სხვადასხვა ინტერფეისი, იქნება ეს პროგრამა თუ იქნება ეს ვებსაიტი, ეს იქნება ერთი დიდი ასისტენტი. ხო, ერთი დიდი ეგრეთ წოდებული prompt box-ი, ანუ სადაც შეგვიძლია ჩაწერო ან ხმით ესაუბრო და დანარჩენი იქნება ერთი თეთრი ეკრანი, რომელიც მხოლოდ მაშინ მოგცემს შესაბამის რეზულტატს, როცა შენ ეს დაგჭირდება. მთელი სოციალური მედია პლატფორმები ვაჭრობენ ჩვენი ფოკუსით. და ეს მეორეს რაღაც ჩელენჯია ამ ყველა დიდი კომპანიისთვის, იმიტომ რომ ამხელა მიჩვეული აუდიტორიიდან, რომელიც რაღაც დოფამინის გადაწვით მუშაობს, ამდენი rilsi, ამდენი რაღაც, გადავიდეს რეალურად ისეთ მინიმალისტურ სტრუქტურაზე, რაც არის ის, რომ რაც დამჭირდა უცებ მივიწერ და ყველაფერი გამეშალა. სოციალური მედია ალბათ თავის მხარეს დარჩება, მაგრამ ძალიან საინტერესოა მართლა ეს ტრანზაქციის პერიოდი, როგორ გადავა, იმიტომ რომ იმდენად ქაოტურია ეხლა დღეს ჩვენი იუზერის ასე ვთქვათ, ქცევა, რომ მართლა საინტერესოა ეს ყველაფერი საით და რამდენ მიგვიყვანს. კი, ამის პირველი მაგალითია, ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თავს დავაკვირდეთ, რამდენ რამეს აღარ გუგლავთ და ვეკითხებით რომელიმე აგენტს. იმიტომ რომ რეალურად გამოსწევ რასაც Google-ი გთავაზობ, რომელიც იყო აქამდე წარმოუდგენლად კარგი და წარმოუდგენლად ისე ვთქვათ, შედეგის მომტანი იმას შეჯდარებით, რაც მანამდე არ გქონდა. დღეს შესაძლოა გახდეს, ეს დღეს მოძველებული უფრო სწრაფი და ეფექტური ხდება, კი, აბსოლუტურად რაღაც გუშინ დამჭირდა ზუსტად რაღაცას
ვამუშავებდით და რატომღაც გადავწყვიტე რომ Google-ით წავსულიყავი და მივხვდი რომ დავიკარგე და ნუ მე უბრალოდ 1-2 წინადებით მოგვარდა ეგ საკითხი. ეს ხდება ნებისმიერი მიმართულებით. აა და ეს არის ჩვენი სფერო, რაშიც გგონია რომ ღირებულება შეგვიძლია შევქმნათ აჰა. მომხმარებლისთვის. მეორეს მხრივ ერთი, ასე ვთქვათ, მას ვთქვათ, თავარი კითხვის ნიშანი ვალიდაციის რაც ჩვენ გვქონდა იყო რამდენად გაიგებს ადამიანი, რამდენად გადაეჩვევა მიჩვეულს, რაც საკმაოდ რთულია. თუმცა იმაზე მარტივად გავუგეთ, ასე ვთქვათ, ამ ინტერფეისებს ენა ადამიანებმა ვიდრე გვეგონა, იმიტომ რომ ბუნებრივად ეს არის ჩვენი ქცევა. აჰა. ბუნებრივად ისედაც ასევე საუბრებით ერთმანეთს და ტექნოლოგიებს რო ასევე საუბრობთ პირიქით. ეს აჰა. ბევრად ბუნებრივი მდგომარეობაა ჩვენი ხელებისთვისაც და ჩვენი გონებისთვისაც. აჰა. ძალიან მაგარია მოკლედ მაგარ საქმეს აკეთებთ და მალე კიდე და კიდე უკეთესი რიცხვებით ვნახავ იმედია ბრიანოს. AI შევეხეთ და დღეს არის ასე ვთქვათ ესეთი მსუბუქი პანიკა დასაქმების ბაზარზე და ადამიანები განსაკუთრებით რაღაც მარკეტინგის, ბიზნესის, ტექნოლოგიების სფეროში როცა არიან და როცა ვხედავთ რომ რეალურად აგერ Facebook-ი ამბობს რომ ჯუნიორ და მიდ-ლეველის პროგრამისტი შეიძლება მალე აღარ დამჭირდეს და უკვე მუშაობენ ამაზე. იქ რაღაც კოპირაიტინგის, ასე ვთქვათ, გადაფასება ხდება და ბევრი სხვა ესეთი ტასკის. შენი რჩევა რეალურად ესეთ კონკურენტულ გარემოში რა იქნებოდა ისეთი ადამიანებისთვის, ვინც ბიზნეს სფეროში იწყებს რეალურად, უნდა არ ვიცი CEO-ობა, საკუთარი ბიზნესი ქონდეს, რა უნარებზე გაამახვილოს ყურადღება და ასე ვთქვათ რა ასე შეჯამების სახით რა რჩევის მიცემა შეგიძლია, იმიტომ რომ მართლა დგას ეს შენ შეამჩნევდი, ასე ვთქვათ ეს სუბუქი დაძაბულობა, რომ რა ვისწავლო ეს სკილი, ესეც რომ AI-მ ჩაანაცვლოს, მე რაზე გადავერთო და ასე შემდეგ. მაგხრივ რომ გაგვიზია რომ შენი მოლოდინები, გამოცდილება და მარტივი შეჯამება, ასე ვთქვათ. რამდენიმე რაღაცას ვიტყოდი. პირველ რიგში არის ის, რომ თავარი უნარი რაც ყველას გვჭირდება, ის უნარი არაერთხელ გამოვიგონოთ ჩვენი თავი აი ამ გზაზე. არ უნდა გვეგონოს რომ ის რაზეც ჩავაბარეთ და არც ვიცით რაზე ჩავაბარეთ, როდესაც ვაბარებდით 18 წელს ასაკში, ამ პროფესიების უმრავლესობა გვითხრეს და ან ვიღაცაზე მოგვეწონა და მივიწევეთ. შესაბამისად გამოიგონო საკუთარი თავიდან სხვა სფეროში და ისწავლო ახალი რაშიც თავიდან საკმაოდ ძალიან ცუდი ხარ. ეს არის მთავარი უნარი, რაც აუცილებლად გჭირდება. ეს უნარი გაუძლებს არა მხოლოდ AI რევოლუციას, არამედ ნებისმიერ სხვა ცვლადს, რომელიც ამ ყველაფერს მოყვება. ამას მოყვება რობოტიკა, ამას მოყვება კვანტური კომპიუტერი და ასე შემდეგ. და არ უნდა მოგვერიდოს რთული რაღაცების კეთება. რთული რაღაცების კეთებით მოდის მხოლოდ თავდაჯერება და არა პირიქით. ყოველთვის უნდა ავირჩიო ოთოში ეს ჩემი ძამჯერა ამის რომ როდესაც მარტივს და რთულ გზას შორის ვირჩევთ ვაკეთებთ არჩევანს, ყოველთვის რთული უნდა აირჩიო, იმიტომ რომ როგორც წესი მარტივი თუ ზემდად მარტივი თუ ძალიან კარგია იმისთვის რომ რეალური იყოს, როგორც წესი ეს ასეა. ზემდად კარგი რაღაცები იშვიათად ხდება. ამიტომ არ უნდა მოგვერიდოს სირთულეებთან ჭიდაობა და უნდა ვეცადოთ რომ ეს გონების ხაფანგს დავეხსნათ და შევტკატებით სიარულს მოვეშვათ. რაც შეეხება უშუალოდ რა უნდა გავაკეთოთ, მე დარწმუნებული ვარ რომ ეს რევოლუციაც მათ შორის ისე როგორც წინა რევოლუცია იყო ეს მობილურის იყო ეს თქვათ კომპიუტერის ინტერნეტის ან ავტომობილის და ასე შემდეგ ან ამდა იყო კიდევ რაღაც უამრავი სხვა ინდუსტრიალიზაციის შედეგად უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნის იმასთან ერთად რომ ძველს აკრობს. შესაბამისად თუ უბრალოდ არ შეგვეშინდება რომ რაღაც ახალი ვცადოთ, ახალი ვისწავლოთ და ამ ახალში ვიპოვოთ ჩვენი იდენტობა, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. იმიტომ რომ იმის ფიქრი რომ რაღაც რასაც დღეს ვაკეთებთ, ეს რელევანტური იქნება 20 წლის შემდეგაც თავის მხრივ არასწორია, იმიტომ რომ პროფესიები რაც დღეს არსებობს, მათი უდიდესი ნაწილი არ არსებობდა 20 წლის წინ, შესაბამისად დღეს რასაც ვაკეთებთ, ისიც არ იარსებებს. და რეალურად ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად უფრო მეტი დრო დაგვრჩება იმისათვის რომ დავისვენოთ, იმისათვის რომ გავერთოთ და ალბათ აი გართობის ინდუსტრია არის ის ერთ-ერთი სფერო, რაც წესით ძალიან გაიზრდება, იმიტომ რომ ადამიანს მეტი დრო დარჩება და ამ დროს სჭირდება რაღაც
სხვა რამეში მოხმარება. ხო, საბოლოო ჯამში მე მგონი ესეთ სუყე ადაპტირების უნარამდე მივდივართ, რაც ეხა აშინებს რეალურად საზოგადოებას, იმიტომ რომ ხო. რა ვიცი, ნაცნობი უფრო ხო, უსაფრთხოა და ნაცნობი უსაფრთხოა და აი რაღაც დაცული პოზიციიდან გასვლის გვეშინი არა და რაღაც მომავალ უფრო მაღალ საფეხურზე რო გადასულიყავი რა პოზიციაზეც ხარ, შეიძლება რაღაც 1-2 ტექნოლოგიური სკილი გაკლია, მაგრამ ის რომ უსაფრთხოდ ხარ ხელფასს იღებ ან ესე აკეთებ ბიზნესს და ესე მუშაობს, ანუ მაინც სტაგნაციაში გვტოვებს და იგივენაირად სხვათა შორის გარი ვაინერჩუკს უსმენდი ამას წინათ და იგივეს ამბობდა რა, ანუ ადაპტაცია არის ის, რაც გადაგარჩენს და თვითონაც რაღაც ვაინერ მედია აქვს და პირველ რიგში მე უნდა დამარტყასო რა, მაგრამ მე არ მეშინია, იმიტომ რომ ანუ ჩემი ასე თქვა მოტივი არის ადაპტირებაო და ალბათ რა ვიცი, ხო, ეგ არის ყველამ ჩვენ თავში ეს ადაპტირება არ უნდა დაგვეზაროს, რაც მთავარია და გამოვიდეთ. და ვიფიქროთ არა მხოლოდ იმაზე რა იცვლება, არამედ იმაზე რა არ შეიცვლება. და ბევრი რამე არსებობს, რაც არ შეიცვლება. ის რომ ადამიანმა მიიღოს კარგი პროდუქტი და სერვისი, კომფორტულად, სწრაფად და იაფად, ეს არასოდეს არ შეიცვლება მოცემულობა. შესაბამისად, ამაზე შეგიძლია ყოველთვის გააკეთო ძალიან გრძელვადიანი გათვლა. ოკეი. ძალიან დიდი მადლობა. ერთი კითხვა კიდე რაც მახსენდება და უცებ უნდა დამესვა, თუ გახსენდება ვინმე ქართული რეალობიდან, ვინც რა ვიცი, კოუჩი, ბიზნესის ფლობელი ადამიანი, ვინც დიდი გავლენა მოახდინა შენზე და შეიძლება საინტერესო იყოს პოდკასტში რომ მოვიწვიოთ. იცი რა, ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ალბათ ბაკალავრმა იმ 4 წელმა რაც გავატარე SM-ში და იმ ადამიანებმა ვისთან ერთადაც ვსწავლობდით და არა მხოლოდ ისინი ვინც მასწავლიდნენ, შესაბამისად ძალიან მიჭირს მაგ ერთზე პასუხის გაცემა, ანუ იმის გამო რომ რაღაც კონტექსტია და თუ ვიხილავ შენთან რაღაც ილია თოფურიას მაგალითად. ოკეი. არა როგორც მებრძოლს, არამედ იმ ძალიან საინტერესო რაღაცა მაინდსეტის მქონე ადამიანს როგორ აღწევს აი ამ საოცარ თავდაჯერებას და აი ამ ჩემპიონის მენტალიტეტს თუ გვასწავლის უფრო თამამად რო შევძლოთ დიდი რაღაცების კეთება, ალბათ ეს ყველაზე ღირებული იქნებოდა. მიხნეს რომ არ ვიცნობ პირადად. ხო, ნუ მაინდსეტი რომელიც ბევრ რაღაცაში შეგიძლია გამოიყენო არა მხოლოდ სპორტში. კი ბატონო. ბოლო კითხვა რაც მაქვს, ძირთად ბიზნესზე, საქმეზე, კარიერაზე და ნუ ასეთ დეტალებზე ვისაუბროთ. შენი აზრით ეს ყველანაირი ამ წინ სახელის წინ თუ შემდეგ რაც წერება თაითლები, მაგის გარეშე ირაკლი მირზიკაშვილი უბრალოდ ვინ არის? რა ტიპია? თაითლების გარეშე არის როგორი ადამიანი უბრალოდ თქო და ადამიანი რომელიც ცდილობს მუდმივად აღმოაჩინოს თავის თავი და სამყარო გამოსცადოს ამ ადამიანის თვალით. ოკეი. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი, წარმატებები ახალ გზაზე, გულშემატკივრობთ და ნახავთ იმედია ბრიანოს კიდევ უფრო მადლობა ლევან და მეც ძალიან გულშემატკივრობ შენ პოდკასტს. მადლობა.